გურამ ქუთათელაძე ბრუნდება ოქტაგონში. ამ შაბათს 22 მარტს UFC ლონდონში ატარებს ქართს და პრელიმებს გახსნის გურამ ქუთათელაძე. შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ რახან გურამი პრელიმებს ხსნის UFC მის, ასე ვთქვათ, სანახაობრიობას და სტილს არაფასებს, მაგრამ ეს ასე არ არის, ჩემი აზრით პირიქით. UFC-ს პოლიტიკა ამ ბოლო დროს შეიცვალა და ცდილობს, რომ ბრძოლები თანაბრად გადაანაწილოს მთელი ქარდის განმავლობაში, რათა გულშემატკივარი ადრეული, ასე ვთქვათ, ბრძოლებიდან მოვიდეს და დაესწროს და უყურონ მთლიან ივენტს ხოლმე. სწორედ მგონია, რომ ერთ-ერთი მიზეზი არის ის, თუ რატო ბრძოლობენ გურამ ქუთათელაძე და ბრაზილიელი კაუე ფერნანდესი UFC ლონდონის პრელიმების პირველ ბრძოლას. უშუალოდ ბრძოლაზე რომ გადავიდეთ. გურამი ყველამ კარგად ვიცით, როგორი დონის მებრძოლიც არის. ისიც კარგად ვიცით, რომ მას უბრალოდ საბრძოლო იღბალი აკლდა, რაღაც სპორტული იღბალი, იმისთვის, რომ უფრო დიდი წრომობები დაეპყრო, მაგრამ ეხლა ძალიან მაგარ ფორმაში არის, ძალიან მოტივირებული არის და მზად არის, რომ ძალიან მალე ტოპ 15 დაიპყროს. გზად კი ბრაზილიელი ფერნანდესი არის, მებრძოლი, რომელსაც UFC-ში ერთი მოგება და ერთი მარცხი აქვს, მაგრამ ძალიან სახიფათო მებრძოლი არის. ფიზიკურად იმაზე დიდი არის, ვიდრე ტაპოლოგიზიან შერდოგზე ნახავთ რაღაც მონაცემებს, ძლიერიც არის ფიზიკურად, მაგრამ კარგი რაც არის ის, რომ იგი არის აქცენტირებული სტრაიკერი, რომელიც ძალიან მწარედ ხმარობს ლოუ-კიკებს, ანუ ფეხში დარტყმებს. გურამ ქუთათელაძეს გაკვირვება ლოუ-კიკებით და სტრაიკინგით კი ძალიან რთული არის. ზოგადად გურამ ქუთათელაძეს გაკვირვება ყველაფრით რთულია, როგორც ჭიდაობით, ასევე სტრაიკინგით. მაგრამ მაინც ერთადერთი შანსი, სადაც შეიძლება ფერნანდეს კონდეს, ეს დგომი არის, სადაც რაღაც ფეხით შეიძლება იმუშაოს ძალიან კარგად შორიდან და ძალიან ხისტადაც. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომპონენტში ძალიან მარტივად მოახერხებს და გურამი გაუმკლავდება სხვა კომბინაციებით. არ უნდა მისცეს მას კიკის დისტანციაზე დგომის საშუალება, უნდა ჩაუფაროს დისტანცია დროულად, კრივის დისტანციაზე უნდა დაუწყოს ორთაბრძოლა და ხელებში დაჩაგროს იგი. ვფიქრობ, რომ დგომში ეს ყველაზე კარგი სტრატეგია იქნება, რაც გურამმა შეიძლება გამოიყენოს, მაგრამ ამას დამატებული ისიც, რომ ეს MMA-ია და ეს არ არის kickboxing-ის მატჩი და გურამს ძალიან მაგარი ჭიდაობის და გრეპლინგის შესაძლებლობები აქვს და შეუძლია, რომ უბრალოდ ჭიდაობით ძალიან მარტივად გაინაღდოს მოგება. თუ ნახავთ ფერნანდესის ბრძოლებს, მას ერთი მარცხი აქვს მარკ დიაკისესთან, რომელიც გაყოფილი გადაწყვეტილებით წააგო 2023 წლის ნოემბერში და შემდგომ მუჰამედ იაჰიასთან მოიგო პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით 2024 წლის 3 აგვისტოს. ერთ-ერთზე აქვს რეკორდი, მაგრამ მაინც ძალიან გამოცდილი არის, იმიტომ რომ LFA-შიც აქვს მას ბრძოლები ჩატარებული და ნოკაუტებით ყავს დამარცხებული ძალიან კარგი მებრძოლები, მაგალითად დაუმარცხებელი ჯოზე არლი დაამარცხა მან ტანში დარტყმით, ფეხის დარტყმით და ჰედკიკით დაამარცხა თავის უკანასკნელ ორთაბრძოლაში LFA-ში ფილიპე დუგლასი, რომლის რეკორდიც 21 მოგებასო და 5 მარცხს მოიცავს. შესაბამისად, გამოცდილების მხრივ ბრაზილიელი ნამდვილად არ მოიკოჭლებს. უბრალოდ მისი ძლიერი მხარე არის სტრაიკინგი, რაც გურამთან ჩემი აზრით არ გამოადგება. რისი თქვა შეიძლება კიდე. გურამი მოდის გამარჯვების სერიიდან, ჟორდან ვუჩენიც მოუგოს, სხვა შორის ჟორდან ვუჩენიც ვიხილავთ ჩვენ ამ ქარდზე, მეინ ქარდს გახსნის იგი. ჟორდან ვუჩენიცი ძალიან მაგარი მებრძოლი, Cage Warriors-ის 2 დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი და ის მებრძოლი, რომელსაც პოლ ჰიუსი დაამარცხა. გახსოვთ ბიჭი პოლ ჰიუსი ირლანდიიდან, რომელმაც უსმან ნურმაგომედოვს ძალიან ახლო ბრძოლა შესთავაზა? პოლ ჰიუსი ყავს ჟორდან ვუჩენის დამარცხებული და ესეთი მაღალი დონის და კალიბრის მებრძოლი დაამარცხა სწორედ გურამ ქუთათელაძემ. თან საკმაოდ კარგად და ეფექტურად. ილია თოფურიასა და ალექსანდრე თოფურიასთან ერთად გადის ბოლო პერიოდი იგი მომზადებას, აქტიურად იყო მათ კემპებში, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან დადებითად აისახება მასზე. მთელი უკანასკნელი რაღაც ბოლო წლების განმავლობაში შვედეთში ვარჯიშობდა იგი, თუმცა ეხლა აქტიურად ვარჯიშობს ესპანეთში, ძვებ თოფურიებთან და კლიმანტეს ჯიმში, რაც ვფიქრობ, რომ დადებითად აისახება მასზე, რადგან ეს რაღაც სხვა გარემო, სხვა ხასიათი, სხვა мотиваცია და ის რაღაც ჩემპიონების ატმოსფეროში ყოფნა, მას დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან წარგება ფსიქოლოგიურად და ის რაღაც ჩავარდნა, რაც იყო თუნდაც სპორტული უიღბლობით გამოწვეული, აუცილებლად წარსულს ჩავარდება და დაიწყება ის ხანა, სადაც გურამ ქუთათელაძეს ვიხილავთ ელიტალურ რიცხვებში, ანუ ტოპ 15-ში, ტოპ 10-ში. ზუსტად იმიტომ, რომ მას ეს შეუძლია ეს ყველაფერი. არ დაგვაუწყეს, რომ გურამა დებიუტი გამართა მათეურს გამროთან, რომელიც ახლა არის ტოპეუსში ამავე წონეს და იყო დრო, როდესაც ერთი მოგება აშორებდა მას ქამარზე გასასვლელად.
ერთი სიტყვით, წარმატებები გურამ სამորդო ბრძოლაში არ არის მარტივი მეტოქე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გურამს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ იგი დაამარცხოს. საინტერესო ბრძოლა იქნება, ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება და ქარდიც ძალიან საინტერესო იქნება, ორიოდე სიტყვით შევეხები. თავარ ბრძოლაში ყოფილი ჩემპიონი ბრუნდება ლეონ ედვარდს ვიხილავთ ჩვენ. და საინტერესოა ლეონ ედვარდსი როგორ შეძლებს დაბრუნებას ისეთი რას ფსიქოლოგიური მარცხების შემდგომ, როგორც მან განიცადა ბელალ მუჰამედთან იგი განადგურდა, რასაც ქვია, და ეს არის ყოველთვის ფიზიკური მარცხი და ეს არის ყოველთვის ტკივილი. მსგავსი დომინაციით წაგება მებრძოლზე ყოველთვის აისახება ხოლმე უარყოფითად. თან ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, როგორც არის შონ ბრედი. შონ ბრედის ერთადერთი მარცხი აქ ისიც ბელალ მუჰამედთან, მაგრამ მაინც გონია, რომ სტილისტურად ძალიან საინტერესო ორთაბრძოლა იქნება. ბრედი აქცენტირებული მოჭიდავე არის, კარგად შეუძლია ყველაფერი. ედვარდსი კი აქცენტირებული სტრაიკერი არის, რომელსაც ჭიდაობა საკმაოდ კარგად გამოზდის. თურმე უსმათან დავინახეთ, მაგრამ ედვარდსის ყველაზე დიდი მინუსი არის და გასაღები იმისთვის, რომ ედვარდსი დაამარცხა არის ის, რომ მას უნდა წართვა დისტანცია, ანუ კრივის დისტანციაზე უნდა გადაუყანო ბრძოლა და უკანა ფეხზე აჩხუბო. თუ ედვარდს შენ ცენტრს დაუთმობ და ქიქის დისტანციაზე დაუდგები, იგი გაგანადგურებს, დაგშლის. ეს არის მისი სპეციალობა. მაგრამ თუ მას მიწნეხა როგორც ბელალმა მიწნეხა, თუ მას კრივში დაუწყებ ორთაბრძოლას და ჭიდაობა საურავ, მაშინ შესაძლებელია ედვარდსის დამარცხება და საინტერესოა ბრეიდი რამდენად მოახერხებს ამას. Main event-იც ძალიან საინტერესო არის. იან ბლახოვიჩი ეჩხუბება კარლოს ულბერგს. ავიც ბლახოვიჩს დიდი ხანია უკვე არ უჩხუბია, მაგრამ საჩემპიონო ამბიციები მას კვლავ გააჩნია და წინ ძალიან სერიოზული ტესტია კარლოს ულბერგის სახით და აქ არ ვიცი რა მოხდება, ვფიქრობ, რომ ბლახოვიჩს თუ მოგება უნდა, ჭიდაობა უნდა გამოიყენოს ულბერგთან. დგომში ულბერგი ისეთი მებრძოლია, რომელთანაც რაც ყოველი გატარებული წამი ძალიან დიდ ხიფათს ნიშნავს. და ჩემი აზრით იანს იმდენად ჭირდება ახლა მოგება და მოგებით დაბრუნება, რომ აუცილებლად ყველაზე ფრთხილი და ეფექტური გზა უნდა აირჩიოს გასამარჯვებლად. ნუ მოლი მაკანი დაბრუნდება ინგლისის ვარსკვლავი, ასე ვთქვათ, ინგლისის დედოფალი, რომელიც ლონდონურ ქარდებზე ყოველთვის იბრძვის, მაგრამ ძალიან კარგი მეტოქე ეყოლება, რომლის რეკორდიც არის 11-1-ზე და მოლი მაკანი, ალექსია ტაინარა იქნება მისი მეტოქე და სახლში მოლი მაკანი არის ანდერდოგი. შესაბამისად ეს ძალიან ბევრ რამეს ამბობს მისი მეტოქის შესახებ. და ხო, აუცილებლად უნდა ვისაუბრო ამ ბრძოლაზეც. ჟორდან ვუჩენიჩი ბრუნდება, ჟორდან ვუჩენიჩი მეორე ორთაბრძოლას გამართავს UFC-ში, გურამ ქუთათელაძის უკანასკნელი მეტოქე, კრის დუნკანთან დაბრუნდება. იგი ძალიან მაგარი ჯახი იქნება, ძალიან საინტერესო ჯახი იქნება, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ვუჩენიჩმა უნდა მოახერხოს და გამარჯვება წამოიღოს, იმიტომ რომ იგი ძალიან ელიტარული მებრძოლია. შეუძლია დგომშიც, პარტერშიც ჭიდაობა შეუძლია გადაყვანას აბსოლუტურად ყველაფერი. შესაბამისად, გირჩევთ, რომ ამ ბრძოლას თვალი ადვენოთ, რადგან კრის დუნკანიც არ არის ცუდი მებრძოლი და ნამდვილად სანახაობრივი და ტექნიკური ბრძოლის მოსწონი გავხდებით. აქცენტი ცხადია გურამზე იქნება ჩვენი პრელიმების შემდგომ საერთოდ main card-ს როგორ უნდა უყურო, არ ვიცი, იმიტომ რომ გურამზე მექნება მთელი ემოციები გადართული, მაგრამ აუცილებლად ორშაბათიდან კვლავ ამ კარდის განხილვას შემოგთავაზებთ და იმისთვის რომ არ გამოდოთ მსგავსი ვიდეოები, გამოგვიწერეთ YouTube-ზე და TikTok-ზე, Soza Fight Corner, მარტივად. აბა დროებით.